მობრძანდით. შეიძლება შემოვალ. კი ბატონო, მობრძანდით. აქ დავждები. Dabzandit. აი გინაცალე. რაშია საქმე ბატონო? რესტორანი ხაჭაპური ეს არის ხო? ადრე ხაჭაპური ვერ ხვა ბატონო, მაგრამ მე ყველი გამოგველია და ახლა ცივი ჭადი დავარქვით. აბა. ხოვრობ. ისა თქვენ ადმინისტრატორი ხართ. კი. და რაშია საქმე? რა ხდება? არაფერი ისე ქორწილი მინდა გადავიხადო ისე. ერთი სიძე თუ მოვიდა ერთი 50 კაცი ვიქნებით და. კი, იხდიან აქ ქორწილებს. დიდ ქორწილებს იხდიან, დიდ. ერთხელ ბატონო ისე გაგვეწელა ქორწილი? ისე გაგვეწელა, რომ პატარძელმა პირდაპირ ქორწილში იმშობიარა. რას ამარაგუნდა? კი, მოვატყუეთ, მეხინკლეზე ეს არის გინეკოლოგი თქო და იმან ამშობიარა. აბა. ვიდე და ხოვრობთ ალბათ გენ. ხო 50 კაცზე მინდა ქორწილი გავაკეთო გესმის. სიძის ნათესავები ვიქნებით. მენიუ რა გაქვთ? მაგრამ არა უშავს. მენიუ რა გაქვთ? მენიუ. ყველაფერი როგორ ახლა კენგურუს ვიჩინაც გაქვთ კაცო? გვაქვს ბატონო, მაგრამ ისე დახტის. აქეთ იგით რომ ვერავინ ვერ ჭამს. ვერი ჭერენ და იმიდა. შემწვარი გოჭი მინდა. გოჭი. შევწვავ თუ ისე? ისე როგორ კაცო შეწვი. შემწვარი უნდა იყოს კარგად გესმის, ბოლოკით პირში გესმის, რომ ბოლოკი არ შეჭამოს გესმის, იმედი დარჩება თამადამში. ერთი მოინიშნო. ესე იგი გოჭი, შემწვარი. უკაცრავად ბატონო ისა, უკაცრავად. დედალი თუ გაქვთ თქვენ დედალი? კი ბატონო, სოფლის დედალი. სოფლის არა ბატონო, ქალაქელი დედლები გვყავს ჩვენ, მაგრამ სოფელში დავყავს ხოლმე ზაფხულობით დასასვენებლად, ასე რომ იმათი პროცესი არ გიჩვენება. მაგრამ როგორ გინდათ მშრალად თუ წვნიანად? არა ბატონო, არა, რომ მოხარშავთ, ამოიღეთ და თუ გაქვთ პირსახოცი კი შეამშრალეთ და კარგი, მოსველი რა მოხდება ახლა, რა თქმა უნდა. ისა უკაცრავად ბატონო. ხაჭაპური თუ გაქვთ კარგი. ხაჭაპური კი, რამდენი გინდათ? ნახევარი ხაჭაპური. ნახევარი ხაჭაპური რა არის? სიძის ნათესავები არიან 50. მაგის უარი გამახსენდა ხო? ისე რომ იცოდეთ ხაჭაპურში, ჩვენ ყველში კევს ურევთ, კევს. კევს რატო კაცო? იწელება ყველი მე ხო იცი და ფალი ჭამს, ფალი სვამს და გამიკეთე, ნახევარი გამიკეთე. ნახევარი გავაკეთე. ნახევარი ხაჭაპური გამიკეთე ისა. კიდე რა გნება? და რა მინდა კაცო და მწვადი მინდა, მწვადი ხო გაქვს? კი, როგორ არის? ხო, თუ გაქვს, მოიტანეთ ის შამპურები შემოიტანეთ მარტო ცარიელი ის მწვადი გიარ მინდა. სიძის ნათესავები ვართ, მაინც გვეყოფა, ხო იცი? აი, ჩამიშა. ხა, ის არა კი. ღვინო შეიძლება რომ შემოვიტანოთ ჩვენ. კი ბატონო, თუ გინდა თქვენ შემოვიტანოთ, თუ გინდა ჩვენ არა, შემოვიტანთ ბოცებით და წავიღებთ მუცლები. ტორტი არ გნება? ტორტი მინდა, ტორტი 50 კვერცხიანი. 50 კვერცხიანი. 50 კვერცხიანი კაცო. 50 კაცი ვიქნები და სიძის ნათესავები და თითო აღარ უნდა შეხვდეს თითო კვერცხი. კაცო. კარგი. ტორტი, სახელები რა დავაწეროთ ზეთ? დააწერე ლაშა და პატარძლის? პატარძალი არ გყავს ბატონო. რაიო? არა გყავს ბატონო, ის სხვაზე გათხოვდა და. რაიო? რა არის ბატონო, გაუგებარია, გათხოვდა ის ხალი და გაყვა სხვას. დავჭი ჩვენ ის სიცნაცავები მარტო გესმის ასე. ახლა მე კრუხი ხო არა ვარ გამოვიტანო ახლიდან ეს წიწილებივით ისე. რა არის ახლა მართლა ნერვები ხო? აჰა შენ დაგიტოვებ მე ბესაგე რა. დავტოვებ ამ ბესაგე. აჰა. ხო და ის არა ქვია. და შენიცია, არ გამატყავა კაცი, კაცო არ მოკლა კაცო. არ გამატყავა კაცი. ოიმე. იმ პატრონს ჯენსას. შეხელში რომელი პატარძალი გაჩერდება ბიჭო? მოკლა მშიერი.